ჩემთან ერთად ხედავთ ტანკ 300-ს, როგორც სახელი აქვს, არა, ტანკი ქვია პირდაპირ. ასე სპეციალურად დავაყენე იმისთვის, რომ დაინახოთ მისი კლირენსი, მისი ჰაერში დაკიდებული ბორბალი და შესაბამისად წინა განაკიდის კუთხე, მაგრამ ახლა ჩვენ ამ ყველაფერს გამოვსვით უკვე საქმეში. ყველაფერი აქვს, წინა და უკანა დიფერენციალის ბლოკირება, ტანკში ვზივარ. მეორე ოფროუდი უნდა იყოს უკვე მართლა ოფროუდი, რეალური და არამოწყობილი. ზუსტად მაგზებზე მივდივართ ახლა, უფრო და უფრო გართულდება გზა ნელ-ნელა. ამოსული ვართ ყველაზე მაღალ წერტილში, ჩინეთში თუ ესეთი კარგი ჰაერი არსებობდა, არც მეგონა სიმართლე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პეკინში და შანხაიში არ არის ესეთი ჰაერი. აი, გავაგზავნით. მინდა მივმართო ჩინელ ინჟინრებს და დიზაინერებს. ამხანაგებო. საკმაოდ არ მაქვს ეს ამხანაგი. ამხანაგო თუ შეიძლება დამოცადეთ. მოგესალმებით ჩინეთის რომელიღაც კურორტიდან, სახელი ვერ დავიმახსოვრე, ჩვენ ვიყავით პეკინის ავტოშოუზე და არ გავუშვით შანსი ხელიდან, რომ არ გამოგვეცადა აი ეს თავგადასავალი. ჩემთან ერთად ხედავთ ტანკ 300-ს, როგორც სახელი აქვს, არა, ტანკი ქვია პირდაპირ. ავტომობილს, რომელიც უკვე ოფიციალურად შეგიძლიათ საქართველოში შეიძინოთ, იმიტომ რომ Great Wall Motors-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გვაქვს უკვე. და აი აქ გამოვცდით ახლა ტანკ 300-ს პირდაპირ იმ საქმეში, რა საქმესაც უნდა ემსახურებოდეს ეს ავტომობილი უგზოობაზე. ტანკ 300-ი ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ეს არის Great Wall Motors-ის ერთ-ერთი მთავარი და ალბათ საუკეთესო ოფროუდერი ზოგადად. ტანკის მოდელები ცნობილია სწორედ იმით, რომ ეს არის ოფროუდ ავტომობილები, ყველგანმავლები, ყველანაირი ფუნქციებით, მაგრამ მაინც მოკლედ ჩამოვთვალოთ, სანამ დავიწყებთ უშუალოდ ტესტ-დრაივს. ამ შემთხვევაში ტანკ 300-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომია ორი ვერსია ძირითადად, თუმცა შეგვეცა ნებისმიერი შეგიძლიათ, ეს არის 2.0 ტურბო ბენზინის ძრავით, 220 ცხენის ძალით და თუ მეტი სიმძლავრე გინდათ, ჰიბრიდული ვერსია უკვე გაცილებით მეტი ცხენის ძალებით და მეტი სიმძლავრით. და ჩვენ დღეს გამოვცით ზუსტად ოფროუდზე. კარგი, რა აქვს ამ მანქანას? რა თქმა უნდა არის სრულამძრავიანი, აქვს წინა და უკანა ღერძის ბლოკირება დიფერენციალის, აქვს დამადავლებელი გადაცემა, ჩვეულებრივ რეჟიმში შეგიძლიათ იაროთ ქალაქში მაგალითად უკანა ამძრავით, პლუს შეგიძლიათ ჩაურთოთ სრული ამძრავი, დამადავლებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფრით არის აღჭურვილი, რაც უნდა ჰქონდეს ოფროუდერს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ბევრისთვის, ბევრი ოფროუდერისთვის, ეს მანქანა, ეს ყველგანმავალი არის ჩარჩოზე, ეგრეთ წოდებულ რამაზე. ასე სპეციალურად დავაყენე იმისთვის, რომ დაინახოთ მისი კლირენსი, მისი ჰაერში დაკიდებული ბორბალი და შესაბამისად წინა განაკიდის კუთხე, მაგრამ ახლა ჩვენ ამ ყველაფერს გამოვსვით უკვე საქმეში. აქ მოგვიმზადეს ჩინელებმა სპეციალური ოფროუდ ბარიერები, ერთი ადგილი, შემდგომ უკვე გადავდივართ, როგორც გვეუბნებიან ძალიან სერიოზულ ოფროუდზე, უკვე ნამდვილ ოფროუდზე ბარიერების შემდგომ და ამის შემდეგ უკვე გავივლით მდინარეებში. ასე უპირდებიან და ძალიან საინტერესოა როგორი ოფროუდ თავგადასავალი მოგვიბზადეს, მე მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგარი ოფროუდერი გვყავს საქართველოში, ძალიან ესეთი რთული გზები გვაქვს და საინტერესოა რას გვიმზადებენ. წავედით. ეს უკვე არის ყველაზე საინტერესო ნაწილი ავტოშოუს მერე, როცა დავათვალიერეთ ახალი მოდელები, გადავდივართ მათ პრაქტიკულ გამოცდაზე. ამ შემთხვევაში ვზივარ ტანკ 300-ში.
აბა დავეკიდეთ.大翻译，这里面没有。这个里面一样的。 აი ამუშავდა სისტემა. ყველაფერი აქვს, წინა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირება, ტანკში ვზივარ. ასე დაღმართი. ხო, ამანქანას აქვს ასევე ეგრეთ წოდებული crawl control-ი, ან ცოცვის რეჟიმი, დაბალი სიჩქარით, გადაადგილდება თვითონ. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, როცა საქმე ეხება ყველგან მავალს. ეხლა თქვენ ნახავთ, კარგად მოუწყვეთ, ეს არის კარგად მოწყობილი სიტუაცია იმისთვის რომ გვაჩვენოს როგორ შეუძლია გადავიდეს ეს ადგილებში. ახლა ბორბალს დაკიდებს რა თქმა უნდა ჰაერში, თქვენ დაინახავთ ამ ყველაფერს და ახლა ისევ ავალთ კიბეებს. აი აქ ჩანს მისი წინა განაკიდის კუთხე, რამდენად კარგია. ამოვედით უპრობლემოდ. პირველი გამოცდა ჩაბარებულია. აი დაიწყო მეორე ეტაპი, აი ამ off-road გამოცდის. უკვე 4-4-ზე გადაიტანა, მანქანა ტანკ 300 არის, ესე იგი შეიძლება იყოს უკანა ამძრავიანი, ჩვეულებრივ ქალაქის რეჟიმში. ასევე რა თქმა უნდა, მე 4-4-ზე შეგიძლია გადართო, სრული ამძრავი ჩართო და აქვს დამადაბლებელი გადაცემაც, გარდა დიფერენციალის ბლოკირებებისა, რაც უკვე აღვნიშნე. მეორე off-road-ი უნდა იყოს უკვე მართლა off-road-ი, რეალური და არამოწყობილი და ზუსტად მაგზებზე მივდივართ ახლა. უფრო და უფრო გართულდება გზა ნელ-ნელა. უახლოვდებით ყველაზე მაღალ წერტილს ამ გამოცდის, აი ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი. ჩავერთეთ უკანა ღერძის ბლოკირებაც 4-4 რეჟიმთან ერთად. აბა როგორ ამოდის? შიგნიდან ძალიან რბილია, მაინც არ იგზნობა ეს დამწინაღობის გადალახვის ესეთი სირთულე. გარედან იმედია კარგად ჩანს და ამოვედით ყველაზე მაღალ წერტილში აი ამ მონაკვეთის. აი დროშა, აი ჩვენ, აი უჩა. სტოპ. ამოსული ვართ ყველაზე მაღალ წერტილში, ჩინეთში თუ ესეთი კარგი ჰაერი არსებობდა, არც მეგონა სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ პეკინში და შანხაიში არ არის ესეთი ჰაერი. კაი, გავაგრძელით. ეხლა უკვე ვეშვებით დაბლა, დაახლოებით ისევ 40 გრადუსიან დაღმართზე და ჩართული აქვს დაღმართის ასისტენტი, არც ერთ საწერფულს არ ხმარობს და თვითონ მანქანა ეშვება აი ამ დაღმართზე ნელი სვლით, თვითონ არეგულირებს მუხრუჭის დოზას. ესეც ცნობილი ტექნიკა, ახალი არ არის, უბრალოდ ამით უნდა გვაჩვენონ აი კამერაშიც. როგორც კი მიუახლოვდა ზედაპირს, მაშინ ჩაერთო კამერას, უბრალოდ ამით უნდა გვაჩვენონ, რამდენად ხარისხიანად გააკეთეს თვითონ აი ეს ნებისმიერი ეს სისტემა იქნება ცოცვის რეჟიმი, დაღმართის ასისტენტი, აღმართის ასისტენტი თუ ასე შემდეგ. აჰა, მაინც მოვიპოვე უფლება რომ საჭესთან დავესვი. კარგად აუხსენი რომ ჩვენც კი არა, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი რთული გზები და შეგვიძლია off-road-ზე სიარული.
და მოკლედ აი ამ ბოლო მონაკვეთზე მოვიპოვე უფლება რომ დამოჯდარიყავი საჭესთან. ეხლა ჩვენ გადავკვეთავთ მდინარეს. ნახოთ აბა რამდენად სიღრმეში შევძლებთ შესვლას. ეხლა ცოტა ქვიშიან ადგილზე მივდივართ. ძალიან რბილი სატარებელია, მინდა გითხრათ. ორმაგი მინები აქვს და ხმის იზოლაცია არის ტოპ მართლა. მოაქვს ეს ოფროუდერული აი კარგად ჩამოვიდა აქ ეხლა კამერაც ჩაერთო ეგრევე. So, ready? ავდივართ მდინარეში. აჰა. ძალიანაც ასე იგი ქვებზე გადავდივართ მდინარეში და იმაზე ნაკლებად ჯაყჯაყებს ვიდრე წარმომედგინა რომ და გამოიცა რაღაცა ხმები. ძალიან რბილია მართლა და ძალიან გასაოცრად კარგი ყველგანმავალი გაუკეთებიათ მართლაც. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოგვიყენებია არც არანაირ დიფერენციალის ბლოკირება, არც წინა, არც უკანა, არც დამადაბლებელი. Slow down. Okay, slow down. Wait for others. Okay. იმიტომ რომ ამ დინარეში ეს საჭირო არ იყო, ჩავხდეთ უბრალოდ სრული ამძრავი, შეგახსენებთ რომ ჩვეულებრივად უკანა ამძრავი დადიხარ ქალაქში. კარგი, რა შემიძლია მოკლედ ვთქვა? რბილი, კომფორტული სატარებელი, ეს არის კომფორტის და გამავლობის ძალიან კარგი ნაზავი. მანქანა არის ჩარჩოზე და ამას გზნობ, განსაკუთრებით გზნობ ცუდ გზაზე და უგზოობაზე. ხმის იზოლაცია არის მართლაც კარგი, ორმაგი მინებით უკვე აღნიშნე. კრიტიკა, რაში გავაკრიტიკო? ხო, ვერ გავაკრიტიკებ იმაში, რომ ღილაკებია დატოვებული, მე როგორც მიყვარს თავარი ღილაკები, აი აქ გვაქვს ოფროუდ ღილაკები, წინა დიფერის ბლოკირება, უკანა დიფერენციალის ბლოკირება, დამადაბლებელი ყველაფერი აქ არის. კრიტიკას რაც შეეხება, აი ხა მაგალითად მე ვისურვებდი, რომ აი აქ არის სენსორების გადამწოდების და სარკის გაერთიანება. და იმდენად დიდია, რომ ცოტა მაღალ ადამიანს გარკვეულად შეუზღუდავს ხილვადობას. თვითონ ჩინელები დაბლები არიან, აი ესე არიან რა და ესე დაბალი რო ვიყო არ შემიზღუდავდა და ცოტა მაღალი და 2 მეტრიანი მით უმეტეს შეუზღუდავს. Yeah left? Okay. There? Yes. Okay. ავედი თაკაც. ხო და იმის თქმა მინდა კიდევ რომ აი ეს შეუზღუდავს ხილვადობას მაღალ ადამიანს. და მინდა მივმართო ჩინელ ინჟინრებს და დიზაინერებს. ამხანაგებო. საკმაოდ აუ არ მაცდით ეს ამხანაგი. ამხანაგო თუ შეიძლება დამაცადეთ. ამხანაგებო ჩინელებს მივმართავ ინჟინრებს. შვენიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიგეთებიათ. კარგი გამოვლობით და ესეთ რაღაცებზე ვფიქრეთ რომ აი ეს ძალიან დიდი არ იყოს რა. იგივე ეხება სავარძელსაც. აი ამაზე დაბლა აღარ ჩადის, ყველას დაბლა ჩავწემ რა. დაბლებს გაუსწორდებათ ეგ, იმიტომ რომ პირიქით მაღლა უყვართ ჯდომა, მაღლა აწევა და მაღალ ადამიანებს შეიძლება ისურვონ რომ უფრო დაბლა იჯდნენ. აი გორი კრიტიკული დანარჩენი ხარისხი არის შვენიერი, განცდა ოფროუდერული, ყველგანმავლური. აქ გვაქვს უსადენო დამტენები, ხო, აი ეს საჰაეროები. გავიდი, go. Okay, go. კიდევ ერთხელ გავაქვს დინარეში? კი ბატონო, უფრო სწრაფად გავივლი. აი ესე დავესვი რა თავიდანვე საჭესთან. სხვა შეგრძნებებია, როცა თვითონ მართავ მანქანას. ძალიან რბილად და ძალიან ისე გადადის რა. 咱们最后边那几个车没动的那几个车是怎么回事？ კარგი, სანამ. საერთოდ ჩინელებს უყვართ. კარგად იცით თქვენ, ბევრი რამის მოწოდება, აი ბევრის, ნებისმიერ რამეში ბევრ რამეს გთავაზობენ და ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამ მანქანის კარგად მიმოსახილად, მაგრამ თავარი რაც უნდა ეჩვენებინა, აი მას ნამდვილად გვაჩვენებს, რა შეუძლია უგზოობაზე. მაშასე, რა დაგვიმტკიცა ამ ვიდეოში ტანკ 300-მა.
დაგვიმტკიცა პირველ რიგში ის, რომ არის საკმაოდ ქმედითუნარიანი ყველგან მავალი, რაც პირველ რიგში მოეთხოვებოდა. აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გავიდეს გაუვალ გზებში და იაროს საკმაოდ ძიმე უგზოობაზე. სიმართლე გითხრათ, მე არ ცველოდებოდი იმას, რომ თუნდაც ასეთ ოფროუდს მოგვიწყობდნენ, იმიტომ რომ ზოგადად იმაზე ნაკლები ოფროუდია ხოლმე, როცა გვპირდებიან, გვეუბნებიან, რომ ეხლა რთულ გზებზე გატარებთ და საბოლოო ჯამში არ აღმოჩნდება ხოლმე ძალიან რთული გზა. და ის რაც შემოგთავაზე, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და მანქანამაც თავი ძალიან კარგად გაართვა ამ გზებზე სიარულს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, კონკურენტული ფასი ცხადია არის ამ მანქანის უპირატესობა და თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ Great Wall Motors Georgia's წარმომადგენლობაში თუ რა ღირს ეს მანქანა და ზუსტ ფასს გეტყვიან, ზუსტი ფასი ამ შემთხვევაში მე არ ვიცი და ამიტომ ვერ გეუბნებით, მაგრამ აქვს ძალიან კონკურენტული ფასი თავის ცნობილ კონკურენტებთან შედარებით, რომლებთანაც შედის კონკურენციაში და ისეთი მანქანების მოედანზე სურს თამაში, როგორებიც არიან ოფროუდის ლეგენდები, აღარ ჩამოვთვლი, ყველამ კარგად ვიცით, რომელ მოდელებსაც გულისხმობ. ტანკ 300. ვიზუალურად და მისი ექსტერიერის შეფასება მე დღეს აღარ დავიწყე, იმიტომ რომ ამის დრო არ იყო. თქვენ თვითონ ჩემზე უკეთ შეაფასებთ, მაინც დიზაინი არის გემოვნების ამბავი. ფაქტია, რომ ეს მანქანა თავის საქმეს აკეთებს ცუდ გზაზე, დანარჩენი უკვე თქვენი შესაფასებელია. აღმოაჩენთ რაღაც დეტალებს, თავარია რომ აქვს კვადრატული ფორმა, მოკლედ მაინც ვიტყვი. ნაღდი ოფროუდერული ფორმა, კლირენსი შესაბამისი, განაკილის კუთხეები შესაბამისი, ტექნიკა შესაბამისი, ოფროუდერია. დანარჩენი უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. დროებით.